დარჩენიან ჩაი ყავა. კი ბატონო, ყავა იყოს. როგორ ახარ ჩემო? კარგად. მე ბრძოლო მეგობარი. ცეცხლი ოლიგარქიას. დარჩენიან ჩაი ჩვენი. დიდი მადლობა. პირველივე დღეებიდან აქ ვარ. თავიდან ჩვეულებრივ შავ ჩაის ვაკეთებდით ბერგამონტით. შემდგომ გავარკვიეთ, რომ ზოგ-ზოგიერთ თანამდებობის პირებს, კერძოდ ყველაზე დიდი ვინც აყვავს იმას არ მოწონს დარიჩინი, ჩავამატეთ დარიჩინი. შემდეგ ირაკლის არ მოწონს თურმე მიხაკი და ჩავამატეთ მიხაკი. ასე რომ ჩვენს ჩაის ეხა ანტიქოცინი ქვია, თან ვათბობთ ხალხს და ყოველდღე აქ ვართ ამ ხნის მანძილზე რაღაც წვრილი შეგვაქვს. იმაში, რასაც ყველა ერთად მოვითხოვთ ამ ყოველ საღამოს შეხვედრებს. აი ესეთი პატარა დახლი გვაქვს. სანამ უფასოდ არ დავაწერეთ სამწუხაროდ ხალხი ცოტა გვერიდებოდა, მაგრამ მე უკვე გამოვიდა ისე რომ შორიდანვე ვხედავენ და მოდიან გასათბობა ჩვენთან. ასევე კამფეთს ურიგებს ხალხს წვრილმან წასახემსებელს და აქვე გავამზადებთ და ვასხავთ ცხელწყალს და მზადდება რაღაც 10-15 წუთში და შემდეგ ვარიგებ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. გასაკუთრებით მას მერე რაც გაიგეს რომ ანტიქოცინია გარეუბნე. თუნდაც დაგვაგიან და აქ ცოცხალი იგი გვდება ხოლმე. კი. ჩვენმა დარიჩენიანმა ჩაიმ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. ვეძახდით ადრე საპროტესტო ჩაის და ხალხმა დაარქვა გამარჯვების ჩაი. ჩვენ როცა ვამბობთ რომ აი საპროტესტო ჩაიზე გეპატიჟებით, მობრძანდით, გათვით, გვისწორებდნენ რომ გამარჯვების ჩაი ქვიაო. მე მგონი გადაერქვა. ცხელი დარჩენიან ჩაი გელოდებათ მობრძანდით სიყვარულით გეპატიჟებით აქციის მონაწილეებს უარს არჩხებს ვეუბნებით 3 დღის წინ რა მოვდიოდით შეგვაჩერეს და მკითხე რომ რას გვერდით რატო გვაჩერებთქო და აი ამ რაღაცები რომ მიგაქვთ ამას ვაპატიმრებთ თუ აი ესე მითხრეს და თან მკითხეს რომ ვინ გამოგატანა და ვუთხარი ჩემი მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ რომ რაღაც გავათფოთ ეს ხალხი ამ სიცივეში ყინვაში როდგანან მე დავპატიჟე კიდეც ჩვენ ჩაის ხოდა ერთად ვიცინეთ ამ ამბავზე და ბოლოს გამოგვიშვეს. დაპატიმრებული ჩაი გაათავისუფლეს, მეც ხა დიდად არ შეუფერხები ვარ, რო გითხრათ. უბრალოდ რამდენჯერმე ვკითხე, რომ აი რატომ, რა მიზნით მაჩერებთ და ეს არ მითხრეს. მეგობრები შევიძინეთ აქ, მე ფრონტელ მეგობრებს ვეძახი, მოწევდე მათ და ბევრი აი ეს ამბები რომ დამთავრდება და მე იმედი მაქვს რომ ხელისუფლება დიალოგზე წამოვა და რაღაცნაირად შევთანხმდებით და ევროკულტურს არ უღალატებს ჩვენი ქვეყანა. აი ამ სიცივეებზე მეტად გამახსენდებიან ჩემი ფრონტელი მეგობრები. ჩვენთვის უფრო მეტი დახმარება ეგ არის რომ შაქარი ჩვეულებრივ ხილიცსაც ვყრით ხოლმე.